ფიფქია, მალეფისენტი, კურდღელი ალისას ზღაპრიდან. ეს ჯადოსნური სამყარო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა შექმნეს. ალმა მატერის საახალწლო კარნავალს კლუბმა ქალაქურმა უმასპინძლა. უკვე ტრადიციულად ქცეულ კოსტიუმირებულ კარნავალზე სტუდენტებმა და ლექტორებმა ახალი წლის დადგომა ერთად აღნიშნეს. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი და ყოველწლიურად იმართება გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში საახალწლო კარნავალი. რამოდენიმე წელია ტარდება, როგორც სტუდენტები, ასევე ადმინისტრაციის წევრები იღებენ მონაწილეობას. გვაქვს მრავალი ნომინაცია, ასევე მრავალი სპონსორი. და როგორც ხვდებით, საინტერესო საღამო კვირას. საღამო ალმა მატერის სტუდენტებმა გახსნეს. დღევანდელი კარნავალი უკავშირდება იმას, რომ პირველ კურსანტები ვინც ჩვენ ალმა მატერში ჩააბარა, მოუწყო ეს ლამაზი დღესასწაული საახალწლოდ. სტუდენტებს ლექტორებმაც მიმართეს და დამდეგი ახალი წელი მიულოცეს. კარნავალის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულების გამოვლენა იყო. დამდეგ ახალ წელს. ყველახან ჩვენი მამოძრავებელი ძალა ჩვენი უნივერსიტეტის. ვთქვათ, არავინ არ დავტოვოთ უყურადღებას, ჩვენ ხომ ერთი დიდი ოჯახი ვართ, ეს ალმა მატერია და შესაბამისად ეს არის პლაცდარმა იმისათვის, რომ რეალურად აქედან გავიდნენ საუკეთესოთა შორის საუკეთესოები. სტუდენტებმა საუკეთესო ლექტორები დაასახელეს. ნამდვილად არ ველოდი, ჩემთვის მართლაც მოულოდნელი იყო და ვფიქრობ, ყველაზე დიდი აღიარებაა, მაგრამ ასევე პასუხისმგებლობა. შესაბამისად, ვიცდილობ, რომ მომავალში შევინარჩუნო ეს ღირსეული სტატუსი. ეს არის მისის სტუდენტების განსაკუთრებული ყურადღება კი მისტერ და მის ალმა მატერის გამოვლენამ მიიპყრო. საღამო მუსიკალურად ალმა მატერის სტუდენტებმა გააფორმეს. ჟიურიმ ნომინაცია საუკეთესო კოსტიუმებით დაასახელა. იქიდან გამომდინარე, რომ კონკურენცია მაღალი იყო, მაინც ცოტათი ველოდი და ძალიან გამიხარდა ბუნებრივია. საღამოს ბოლოს სტუდენტებს უნივერსიტეტის რექტორმა მამუკა თავხელიძე მიმართა და სტუდენტებს წარმატებული წელი უსურვა. ალმა მატერის სტუდენტებმა კიდევ ერთი წარმატებული სასწავლო წელი დახურეს. ახალი 2015 წლიდან კი ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უნივერსიტეტი სწავლებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.